ბარბარე 10 წლისაა. მე მინდა რომ ყველა გაჭირველ ადამიანს და ცხოველს დაეხმარო ყველას. და სკოლებში შეამციროს საშინაო დავალებები. მომეც ხელი ჩამოგართვა. იცი რა, მე გუშინ რუსთავში ვიყავი, იქ ერთი უზნაძის სახელობის სკოლაა. და ვუთხარი მასწავლებლებს, იგი მოწაფეებიც იყვნენ. მოახდინეთ მეთქე რევოლუცია განათლებაში, გააძევეთ საშინაო დავალება. არ არის აუცილებელი საშინაო დავალება. ჯერთი გამძიმებს, მერე არ აქვს სიამოვნებს. ახლა დაგადგება დააჯექი, ისწავლე გაკვეთილი. და კონფლიქტები ჩნდება. საშინაო დავალება მხოლოდ გვიშლის ცხოვრებას. და სწავლას არ გვიმატებს. სწავლა გაკვეთილს უნდა მოხდეს, როცა მასწავლებელი სიყვარულით აგიხსნის და გეტყვის და გაგაგებინებს. სიყვარულში ორჯერ მეც იგებ. მაგრამ თუ ისე გიხსნის მასწავლებელი რა, აი ესე კი მიყვარხარ, მაგრამ არ ამცალიან მაგისტვის, სიყვარულისთვის. ხო? აბა მე მოიმარჯვე ყურები, კარგად მისმინე და დაიხსომე. აი ამ პირობებში ორჯერ მეც ვერ ისწავლე. იმასაც ვერ ისწავლე, რაც გასწავლა. ამიტომ საშინაო დავალებებით გვტვირთავენ ხოლმე. მეც ასე მტვირთავდნენ და გაწამებული ვიყავი მაგით. შენ გააძევებ მაგას? ცოტას კი. გააკეთე ეგა. მოახდინე რევოლუცია განათლებაში. და მოახდინე. რათა ბავშვს უფრო მეტი დრო გამოუმუშავონ და მეტი დრო გაატარონ ეზოში და ყველა ბავშვს ჰქონდეს ყოველ თვეს 3 სურვილი, რომელიც აუსრულდება. არა? ჩამოდი ხოლმე ჩვენთან და პედაგოგობას გასწავლით. ხო? აქ რო შენ ერთი ზაფხული ერთ რომელიმე ნაკადში დარჩე. ხო, გაიგებს სხვანაირ პედაგოგიკას. სადაც არც დავალებებია, არ ჩხუბია, არც უსიამოვნებებია, არის დიდი მეგობრობა და ურთიერთობა ერთმანეთთან. ძალიან დიდი მადლობა ესე თქვენი ოცნებები რომ გამადეთ ჩემო ძვირფასო.